ძველ რომში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აბანოები იყო. როდესაც სენატორი დაბადების დღეს იხდიდა და დაწინაურების სურვილით შეპყრობილ სახელმწიფო მოხელეების გულის მოგებას სურდა, მათ აბანოში პატიშებდა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ბანაობა ჯანმრთელობის საჭინდარი იყო. მაშინ სხვა ქვეყნებში ასე ხშირად ბანაობა არ იყო გავრცელებული და რომაელების ტრადიცია ინტერესს იწვევდა. თქმულების მიხედვით, როდესაც რომაელ იმპერატორს ჰკითხეს, რატომ ბანაობდა დღეში ერთხელ, მან უპასუხა, რომ დღეში ორჯერ ბანაობის დრო არ ჰქონდა. აბანოები დედამიწიდან მომდინარე ცხელი წყაროების ადგილებში შენდებოდა. ასეთი ადგილი რომში მრავლად იყო. აბანოში სიარულის ტრადიცია ცნობილია საქართველოშიც. ცხელი გოგირდის წყლით მოხარშული ხოხბის შესახებაც გვსმენია ყველას. ეს ცხელი წყლები გეოთერმული ენერგიის გამოვლინებაა. გეოთერმული ენერგია დედამიწის გულში არსებული ენერგიაა. დედამიწის გული გავარვარებული მასაა. მისი სიმხურვალე მზის სიმხურვალესაც კი აჭარბებს. ეს სიმხურვალე და ენერგია დედამიწის ზედაპირზე წამოებრქვილა ხოლმე ვულკანებისა და გეიზერების სახით. ამ ენერგიის გამოყენება აბანოების მოწყობის გარდა სხვა დანიშნულებითაც გახდა შესაძლებელი. მსოფლიოში ენერგიის 10% გეოთერმული ენერგიისგან მიიღება. გეოთერმული ენერგია ჩვეულებრივ გამოიყენება გათბობისა და ელექტროენერგიის მიღებისათვის. ისლანდია ყინულის მიწა ზამთარში თავის დასახელებას ამართლებს. ამავდროულად ქვეყანა გავარვარებულ ნიადაგსა და ცეცხლოვან წყალზე დგას. იმდენად გავარვარებულზე, რომ ქვეყნის გათბობის 87% და ელექტროენერგიის 25% გეოთერმული ენერგიისგან მიიღება. გეოთერმული ენერგიის მისაღებად ჩვეულებრივ გათხრები მიმდინარეობს და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სითბოს, ცხელი წყლის ორთქლის გამოყენება ხდება. გათხრებისათვის სპეციალურად ხდება ადგილების შერჩევა, სადაც ბევრი ვულკანია და ცხელი წყაროები მოედინება. გეოთერმული ენერგია დღესდღეობით მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მათ შორისაა ახალი ზელანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ფილიპინები, იტალია და ასე შემდეგ.